ხელისუფლების მსგავსად უკვე რახანია ცალკარა ფეხბურთი შებერეს ჩვენმა საყვარელმა და მეტად პატივსაცემმა ფეხბურთელებმაც. გულშემატკივრებისთვის ემოციურად მეტად მძიმე გამოვიდა გასული 2 კვირა. ჯერ იყო და ისტორიული შანსი გავუშვით, მინიმუმ 4 წლით გადავავადეთ, როდესაც მაკედონიამ საკუთარ მოედანზე დაგვამარცხა. ტელევიზორს მიჯაჭვულებმა და ძარღვებდაბერილებმა ვუცქირეთ მატჩს. გულშემატკივართა ნაწილმა სტადიონის წინ, წერეთლის გამზირზე დატოვა დარდი. ჩვეულებმა სტადიონის VIP ლოჟაში. უფრო ადრე ფარერების მეთევზეთა და მეცხვარეთა გუნდმა მოგვიგო. გასულ კვირას სომხეთმა. აგერ 3 დღის წინ მსოფლიო რეიტინგში 109 ადგილზე მყოფ ესტონეთის ნაკრებთან 90 წუთი მოედანზე უქმად ვირბინეთ. არც ჩვენ ვართ ძალიან შორს 86 ადგილზე ვართ, მაგრამ მაინც არ მოსულა. არ მოსულა მით უფრო მასში, როდესაც საქართველოში ყველაზე ელიტური და მაღალანაზღაურებადი სპორტი და მაინც ხელით სატარებელი ფეხბურთია. არ მოსულა, როდესაც ამ სპორტის დაფინანსება ჩვენი ფულით, ასეულობით მილიონი ჯდება. მაგრამ იმდენად გაუმჭვირვალეა ეს ხარჯი, რომ არავინ გარდა რჩეულებისა დეტალურად არ იცის, რას ხმარდება მილიონები, მით უფრო რომ შედეგი მოედანზე არ ჩანს. ამასობაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს გლდანის მაჟორიტარული ოლქი სავარაუდოდ მოიგო. ფეხბურთი პოლიტიკაში და პოლიტიკა ფეხბურთში. წყალში გადაყრილი მილიონების ამბავი და გზები, როგორ ვისწავლოთ ნერვების კონტროლი და რა ვუშალოთ ჩვენ საყვარელ სპორტს, რომლის პოტენციალიც უფრო დიდია, ვიდრე ეს ჩანს და ვხედავთ. უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ფეხბურთი ჩვენი ფულით. რამდენად სწორად აქვთ განსაზღვრული პრიორიტეტები ქართული ფეხბურთის მმართველებს, რაშიც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება. მივახცევთ თუ არა მიზნებს 211 მილიონი ლარის დახარჯვის შემდეგ, თუ შედეგი იქნება როგორც ყოველთვის. კითხვებზე პასუხებს, რომელიც ფეხბურთის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად გაუჩნდა, ერთი კვირის განმავლობაში ვეძებდით. რატო არ გინდათ რომ რეალური სურათი დავხატოთ, თორე ჩვენ კრიტიკას მივიღებთ. სურათი არ იხატება, იმიტომ რომ როდესაც მოდის წერილები არ პასუხობს და ვიდეო. ყველა წერილს უპასუხეთ იმ კომპონენტში, რაშიც გვაქვს ვალდებულება. ეს არის პარლამენტის წევრის მიწერილი ბატონ ლევანთან. სადაც წერს, რომ არ არის ვალდებული ფედერაცია უპასუხოს. გააჩნია რა გარემოებებს ვიკითხულობს. ერთ-ერთი ორგანიზაცია კიდე რომელსაც ასევე არ უპასუხებს. რატომ არ უპასუხეთ? მე რა ვიცი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს ვაჩვენეთ მმართველობის მონიტორინგის ცენტრის წერილი, რომელშიც ორგანიზაცია ფედერაციის ბიუჯეტის და ხარჯვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვდა. ვაჩვენეთ ერთ-ერთი დეპუტატის წერილიც, რომელზეც ლევან კობიაშვილისგან ფაქტობრივად პასუხი ვერ მიიღო. მეილით მოწერა პასუხი. პასუხი არის ესეთი, რომ ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული არ გახლავთ და მორჩა. მე მაგალითად ფეხბურთის ფედერაციისთვის წერილი გაგზავნილი მაქვს უკვე დაახლოებით 6 თვეა და არავის პასუხი არ გაუწია. იქიდან მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვცადე, რომ გამეგო რატო არ მცემდნენ პასუხს, მაგრამ არავინ არც ამაზე არ გამცა პასუხი. ფეხბურთის ფედერაციის და ზოგადად ქართული ფეხბურთის დაფინანსება კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, როდესაც მთავრობამ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. მის საზეიმო პრეზენტაციაზე მაშინდელმა სპორტის მინისტრმა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უხვად გასცა დაპირებები, რომ შედეგს 211 მილიონი ლარის დახარჯვის შემდეგ დავინახავდით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული დღე. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ საშუალება ჰქონდა, რომ ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო ეს პროგრამა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. უნებრივია იმ ანალიზის ხარჯზე, რაც ჩვენ ამ პერიოდში ჩემი გაპრეზენტების შემდეგ ჩვენ გავწიეთ. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გამოყოფილი 37 მილიონი ლარიდან საფეხბურთო ღონისძიებებისა და საფეხბურთო განათლების ხელშემწყობ პროექტებზე მხოლოდ 3 მილიონი იხარჯება. დანარჩენი თანხა განკუთვნილია კლუბების დაფინანსებაზე, საპრიზო და საპრემიო ფონდზე. 211 მილიონი ლარის განსაკარგავად შეიქმნა AIP ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. ვერ გავიგეთ ამ ფონდის შექმნის აუცილებლობა, ანუ ეს თანხა განეკარგა განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ან განეკარგა ფეხბურთის ფედერაციას, ანუ ახალი დასაქმების რგოლი შექმნეს და ძალიან ბევრი ადამიანი კალაძის გარემოცვიდან დასაქმდა ამ ფონდში. ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო დამატებითი თანხებითაც აფინანსებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 6,5 მილიონ ლარს აღემატება. ფედერაციაში ამბობენ, რომ მუშაობენ ამ თანხის შემცირებაზე და წელს მაგალითად სახელმწიფო დაფინანსებიდან ნებაყოფლობით მოიკლეს 2,5 მილიონ ლარზე მეტი. თუმცა საბოლოო ჯამში სახელმწიფო ფეხბურთზე ყოველწლიურად მაინც დაახლოებით 40 მილიონ ლარს ხარჯავს. პროცესი არის
ნახევრად გამჭვირვალე მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ნახო თავში, საიდან წამოვიდა ფული და ბოლოში რომ გაიხარჯა. აი შუა ნაწილში რა ხდება, ეს ფული როგორ გაიხარჯა, ვისზე, რანაირად, ეს არის პრაქტიკულად ნაკლებად საჯარო, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. არსებობს შესაბამისი ვთქვათ სამსახურები, რომლებიც წესით და რიგით უნდა ამ ხარჯვით ნაწილს უნდა აკონტროლებდნენ, მაგრამ მათი ფუნქციები, როგორც ფეხბურთთან მიმართებაში არის სხვა შემთხვევებშიც, მე რაც მახსოვს, ძირითადად შემოიფარგლება იურიდიულ ნორმების ფარგლებში, რამდენად ასე ვთქვათ, სწორად მოიქცნენ და არა ეფექტიანობის კუთხით. იმის მიუხედავად, რომ ეფექტიანობა არ შეუმოწმებია, 2018 წლის აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის წინა 3 წლის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხება, მაინც არის საინტერესო აღმოჩენები. მაგალითად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 3000 ლარს, ხოლო ხელმძღვანელის 6250 ლარს შეადგენდა. კანონის თანახმად კი თანამშრომლების საშუალო ხელფასი 1500 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ასევე გაცილებით ნაკლებია დასაშვების ზღვარი ხელმძღვანელის შემთხვევაშიც. 2017 წლის შემდეგ აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა არც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში და არც ფეხბურთის ფედერაციაში. ესეც ეჭვებს აღძრავს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რატო არ მოხდა ამის შესწავლა, თუ კი რაგბის ფედერაცია შესწავლილი იქნა, ჭიდაობის ფედერაცია შესწავლილი იქნა, ფეხბურთის ფედერაცია რა არის ესეთი? ანუ ფეხბურთის ფედერაციას მფარველობენ, ხო? მფარველობს ვინ? მფარველობს კალაძე. ამასობაში ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტიდან თითქმის 5 წელიწადში უკვე 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სტუდია მონიტორის ინფორმაციით ზარალშია ისეთი გუნდიც კი, როგორც თბილისის დინამოა. გუნდმა 2016-2019 წლებში სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში 9,5 მილიონი ლარი მიიღო. ბოლოს 3 წლის განმავლობაში კი მისმა ზარალმა 16,5 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოში წამგებიანია თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბი. თქვენ შეგვიძლია 10-ჯერ მეტი დავხარჯოთ, მაგრამ იგივე შედეგი შეიძლება მივიღოთ. მაინც უნდა გავაგრძელოთ დაფინანსება? არ ჩანს არც სპორტული შედეგი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთი კვირის განმავლობაში ჯერ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა, შემდეგ სომხეთთან მარცხით ერთა ლიგის რანგით უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა. მერე კი მსოფლიო რეიტინგში 109 ადგილზე მყოფ ესტონეთთანაც ვერ მოიგო. ბოლოდროინდელი წარუმატებლობებიდან ყველაზე მძიმე ალბათ ის იყო, როდესაც ფარერელმა მეთევზეებმა ანკესები მიაყუდეს, მუცები ჩაიცვეს და ქართულ პროფესიონალებს 6 გოლი გაუტანეს. საქართველოს ჩემპიონი ფარერების კუნძულებზე დამარცხდა გუნდთან, რომლის ფეხბურთელებიც დღისით მუშაობენ, ფეხბურთისთვის კი ხანდახან საღამოობით იცლიან. საერთოდ 2016 წელს პროგრამის ამოქმედებიდან ქართული კლუბების შედეგები ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე გაუარესდა. ამას UEFA საკლუბო კოეფიციენტიც მოწმობს. ქვეყნის მაჩვენებელი ითვალისწინებს ევროპულ შეჯიბრებებში ამავე ქვეყნის კლუბების მიერ თითოეულ მატჩში დაფიქსირებულ შედეგებს. 2015-2016 წლებში საქართველო ამ რეიტინგში იყო 36 ადგილზე. უსწრებდა ჩრდილოეთ მაკედონიასაც, ესტონეთსაც და სომხეთსაც. ამჟამად 53 ადგილზე ვართ. გვისწრებს მაკედონიაც და სომხეთიც. თუმცა ეკონომისტებს და სფეროს ჩახედულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ წარუმატებლობა არა იმდენად ფეხბურთელების ბრალია, არამედ მართველების, როგორც ფეხბურთის, ისევე ქვეყნის. ფედერაცია არ მუშაობს ადეკვატურად, ის მუშაობს ბიუჯეტის სახრავად. ის მთელი მათი ფილოსოფია, შეხედულებები და ქმედებები არის ბიუჯეტის ხრაზე ორიენტირებული. იმიტომაც არის, რომ ფედერაცია არის გაგრძელება პოლიტიკური პარტიის. აი სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი კლუბების ძირითადი პრობლემა. დაფინანსება, რომელიც არის ცენტრზე გადმიბული, რომელზეც მე მოყოლებულია ინტერესი იმისა, რომ დაწყებული ადგილობრივი დონის შესყიდვებიდან დამთავრებული ეგრეთ წოდებული, ესე ვთქვათ, ჭყალებში ვიტყვი, ეს სიტყვა ასე ვთქვათ, დამკვიდრებული სბორებზე, ესე ვთქვათ, წასვლით დასრულებული, ვისთან უნდა მივიდნენ, ვისგან უნდა მიიღონ მომსახურება, რამდენი უნდა გაიხარჯოს და ალბათ ვიღაცებს რამდენი უნდა დაუბრუნდეთ მერე უკან. მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით მილიონი ლარი უშედეგოდ დაიხარჯა, პროგრამის გაგრძელება აუცილებლად მიაჩნიათ ფედერაციაში. 2021 წელს 211 მილიონი ამოიწურება და თვლიან, რომ ქართული ფეხბურთი ასეული მილიონებით კიდევ უნდა დაფინანსდეს. დღევანდელ რეალობაში ალბათ საჭიროა და სასოფლო მნიშვნელოვანია რომ გაგრძელდეს. ახალ მილიონებს ითხოვენ, თუმცა ძველის ხარჯვის შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან. ოფიციალური წერილით მაინც მიუმართეთ. რა თქმა უნდა, გაასაკვირველია. დღეს
დღეს შეიძლება ვერ მოახერხოთ, ეხლა პანდემიის პირობებში შეზღუდული რაოდენობით მუშაობთ, მაგრამ კვირდებით, რომ გიორგო ბაორშებას 4 შაბათამდე ამ მონაცემებს თქვენ თუ ოფიციალურად მოიწერებით, რა თქმა უნდა გიპასუხებთ. ახლა ისაა საინტერესო, რა უფრო მალე მოხდება. გაასაჯაროებს თუ არა ფედერაცია დახარჯული მილიონების შესახებ ინფორმაციას, თუ იმედგაცრუებული გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას იხილავს. ქართული და მსოფლიო ფეხბურთის დიდი კომაგი რეპორტიორი გიორგი ჩადუნელი ამ რეპორტაჟის ავტორი უნდა შემოგვიერთდეს ახლა ის ფეხბურთის ფედერაციასთან იმყოფება. საღამოშობისა გიორგი, პირველ რიგში მადლობა შენ და თამაზ ხილიშვილს ძალიან საინტერესო, ამომწურავი და მკვეთრად დაბალანსებული რეპორტაჟისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს მე შესავალში ასეთი რამ ვთქვი, რომ ჩვენს ქართულ ფეხბურთს აქვს უფრო მეტი პოტენციალი, რომ უკეთესი იყოს თქო. მე სად მოვალ არ მაქვს განსაკუთრებული ცოდნა ამ მიმართულებით, არც დიდი კომაგობით გამოვირჩევი. შენი აზრი მაინტერესებს, როგორც ძალიან ისეთ გულმხურვალე კომაგის და მცოდნის ამ სპორტის. აქვს თუ არა რეალურად შანსები, რომ უკეთესი იყოს, უკეთესები იყვნენ ჩვენი საამაყო და საყვარელი ფეხბურთელები. დავით, იცი რა, უკვე წლებია გვესმის, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს და ალბათ ასეც არის, იმიტომ რომ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა, მაგალითად ისლანდიამ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია წარმატების მიღწევა. რაც შეეხება დიდია და მაღალია დაფინანსება, მოლოდინის თავისთავად უფრო მეტია, რომ კარგად და წინ უნდა წავიდეთ და არა ერთ ადგილას გავჩერდეთ. კი, თუმცა ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ეს დაფინანსება არ არის მაღალი და ამ ყველაფერს ევროებში ანგარიშობენ და გამოყავთ საშუალო და გვეუბნებიან, რომ ეს დაფინანსება არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მაგალითად ქვედა ლიგების გუნდებზე დაახლოებით 50,000 ლარია გათვალისწინებული. გიორგი, ასევე მე ვიცი, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ხარჯები და რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე ფედერაციამ წერილობით გიპასუხა. შენ რა პასუხი მივიღეთ? რა ნაწილი თუ შეიძლება არასწორად ვიცი, რაღაც ოპერატიულად მითხრა პროდიუსერმა, რომ რაღაც გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ ყოველ შემთხვევაში ხარჯებთან დაკავშირებით. რა ხარჯებზეა საუბარი? კი, პირველ რიგში გეტყვით, რომ როგორც რეპორტაჟში იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დაკვირდა, რომ თუ მივიწერებოდით ოფიციალურ წერილს და მოვითხოვდით ხარჯებს, რომლებიც ეხება საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, ისინი აუცილებლად მოგვაწოდებდნენ და ჩვენ მივიწერეთ და ველოდებით, რომ 4 შაბათისთვის მოგცენ ეს ინფორმაცია. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ კვირის განმავლობაში დეტალური ხარჯვები ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისგან. სწორედ ეს ორგანიზაცია განკარგავს 211 მილიონი ლარის ხარჯვას 6 წლის განმავლობაში. მართალია ჩვენ ეს ინფორმაცია მოვითხოვეთ 5 შაბათს, თუმცა პასუხები მივიღეთ დაახლოებით დღის 2 საათზე. იქ არის დეტალურად ჩაშლილი ხარჯთა რიცხვა და ასევე ჩვენ კითხვებზე აი 5 გვერდზე არის პასუხები. პასუხები არის იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებულად მუშაობს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, რა პროექტებს ახორციელებენ და რა ცვლილებები შეიტანა დაფინანსებაში პანდემიამ. სპორტს ყველა სფეროში, მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე COVID პანდემიის გამო ჩვენს მოგვიწია ბიუჯეტის შემცირება და წლევანდელი პროგრამების დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 23.6 მილიონით. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ეროვნული ჩემპიონატი ჩატარებულიყო. მართალია შემცირებული ფორმატით, მაგრამ ხარვეზების გარეშე და კვლავ ისე, რომ ყველა კლუბმა შეინარჩუნა როგორც ფეხბურთელები, ასევე სამწვრთნელო შტაბი და ძირითადი ადმინისტრაციული თანამშრომლები. ფონდი არ არის დაკავებული მხოლოდ იმით, რომ რიცხავს თანხებს. ის ასევე უწევს მონიტორინგს, თუ რაში დაიხარჯა კონკრეტული თანხა. კლუბები ვალდებულნი არიან ფონდში ყოველთვიურად წარმოადგინონ მიღებული თანხის ხარჯვის ანგარიში შესაბამისი დოკუმენტაციით, რისი დამუშავებაც მუდმივად მიმდინარეობს შესაბამისი თანამშრომლების მიერ. ასევე ვალდებულნი არიან პროგრამით დაფინანსებული სხვა ბენეფიციარებიც. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, მოეცა ჩვენთვის ინტერვიუ, თუმცა ვერ დავითანხმეთ, რადგან პანდემიის გამო ისინი ერიდებიან კონტაქტებს, მათ ასევე უარყვეს ჩვენი შევთავაზება ჩაგვეწერა ისინი დისტანციურად. თუმცა ამავე პასუხებიდან, რომლებიც წერილობით მოგვაწოდეს, ირკვევა, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში მიაჩნიათ, რომ 2020 წლისთვის დასახულ ყველა მიზანს მიაღწიეს და ფიქრობენ, რომ ქართული ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 2021 წლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. მადლობა, თქვენ გიორგი ჩადუნელს უსმენდით.